ამებით რა ვიცი, აი მე ხო ფიქრობდი რომ რაღაც ამ პროექტისთან დაკავშირებით რამე მეთქვა, მაგრამ მართალი გითხრათ რომ არც მაინტერესებს შიგნით რა წერია, იმიტომ რომ უკვე ვიცით ამდე აი ხალხს უყურებ და ყველა მეცნობა, რა ვიცი, მე 2013 წლიდან რაღაც ამ გარემოსდაცვით პროტესტში ასე თუ ისე ჩართული ვიყავ და ამოვიდა ყელში უკვე რა ეს რაღაცა თვალებში ნაცრის შეყრა და აი რაღაცა იქ დეტალებში ჩაყოლა და იქ მე აღმოჩნდება რომ თურმე ერთი და იგივე პროექტიდან კოპირდება ყველაფერი და გადადის აქეთ იქით ანუ უბრალოდ ყელში არის ამოსული და ამიტომ მე არ მგონია რომ მაგაზე ჩვენ ახლა არ ვიცი შეიძლება რაღაც ანალიტიკური მიმართულების საქმე ვიღაცა მაიღოს თავის თავზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ თავარი ის არის რომ ჩვენ გვართმევენ სამშობლოს და თავის ამ მოგონებებით, გზნობებით, ურთიერთობებით, სოლიდარობით, არა იმ ნაციონალისტურ პარადიგმაში, სადაც ეს რაღაც ერთობა რაღაც ტექნიკურია და რაღაც არ მოსდევს მას ის ემოციები, რომლებიც აი ჩვენ ვახასიათებთ ასე ვთქვათ ადამიანებს და პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ უკვე ვეღარ განიხილება ეს აი ამ ხელა პროექტები, აი ამ კლიმატური ცვლილებების მდგომარეობაში ვეღარ განიხილება როგორც თვალსაჩინო საკუთრების საკითხი ან ათვისების საკითხი, ეს არის გადარჩენის საკითხი. ანუ აი დღეს მაგალითად ძალიან ცოტა ხნის ჩვენმა კოლეგა ლევან ტიელიძემ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ კავკასიონის მყინვარების 40%-ზე მეტი დავკარგეთ, ასე ვთქვათ და ეს იწვევს რა თქმა უნდა კატაკლიზმების გააქტიურებას. ეს კატაკლიზმები ხედავთ რა ჰიმალაის ფერდობებზე, ალპების ფერდობებზე, არ ვიცი, ყველა გარშემო ნელ-ნელა აქტიურდება და აქტიურდება. სრულიად დესტაბილიზირებულია ეს გარემო და ეს რასაც ახლა ესენი აკეთებენ, გამოდის რა, რომ არა იმაზე რომ ვიღაცა ვთქვათ რაღაც კულტურული ელემენტის რაღაც შემოიჭრება, ეგ ხო გამოვიარეთ უკვე და ეგ არ არის. აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ გვართმევენ გადარჩენის სივრცეს. ანუ ის კლიმატური ცვლილებები როცა გააქტიურდება და რაც უფრო დიდად გააქტიურდება და მეტად გააქტიურდება, დიდარი ადამიანები ცდილობენ რომ ჩხეში ჩაიგდონ უფრო ხელმისაწვდომი და დაცული სივრცე. აი ჩვენ ზუსტად სამშობლოს როგორც ესე თავშესაფარს ესე გვართმევენ, ანუ ჩვენი შვილები ჩვენ რაღაც მომენტში უბრალოდ გადარჩენისთვის საჭირო სივრცეს ვეღარ დავიკავებ და აი ეს არის კლასობრივი სახე აქ ამას უბრალოდ ჭრილი აქ ამას, იმიტომ რომ დიდრები ცდილობენ თავი გადაირჩინონ, არა იმას კი ცდილობენ რომ რაღაც სამყაროს შეცვალონ ადაპტაციას ხელი შეუწყონ და აი ეს რაღაც არამედ აი ნაწილი მაგალითად ცდილობს ეს ტრადიციული მიმართულება მართული ტრადიციული მიმართულება ამოქმედოს და არა ნამდვილი რომელიც თავის პრიმორდიალურ მდგომარეობაში არის ადაპტაციის ცდელობა და მეორე ნაწილი უბრალოდ ცდილობს რომ თავისი ადგილი შეინარჩუნოს. თუმცა ისტორია გვაჩვენებს რომ მაგათაც არ ელის კაი დღე რა, მაგრამ პირველი ვინც დავიჩაგრებით ვიქნებით ისინი ვინც ვართ უფულოები, ის ხალხი ვინც ვთქვათ იმაში არაბეთში ეხა არის ეკონომიკურად მოწყობილ მდგომარეობაში, ისინი კიდევ უფრო დიდ ზიანს მიადგება მათ, იმიტომ როცა დაიწყებს გაუდობნობის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება, ეს ხალხი ჩვენ როგორც ჩვენ დავიჩაგრებით, ისე დაიჩაგრებიან ისინი. ამიტომ მე მგონია რომ ეს რაღაცა ეხა გმინო აი მე გმინავ და რამე განვიცდი, იმიტომ რომ ხვდები რომ რაღაც ძალიან ცუდი გველის რა კაცობრიობას და აი ეს გმინვა უნდა მოვიდეს მოქმედებაში, პოლიტიკურ მოქმედებაში, რომ აი ესენი აი ხო შედან ადამიანები ვისაც არც შვილები ადარდებთ, არც დები, არც მეფი საერთოდ არ აინტერესებს. ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად ეს სოლიდარობას უნდა მივცეთ რაღაცა ინსტიტუციონალიზება უნდა მოვახდინოთ ამ სოლიდარობის და მთელი ძალით გაუწიოთ წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ესენი ხვალ და ზეგ აი იმ ტერიტორიებს რასაც აითვისებენ ისინი აღმოჩნდება უფრო კარგად დაცული სივრცეები და როდესაც ეს კატაკლიზმები გააქტიურდება და მათ შორის უკვე ვნახეთ ხო შოუი ვნახეთ დინარე ამალის ვარცოფი ვნახეთ, უამრავი რაღაცები ვნახეთ და კიდე ბევრია წინ. ანუ მე რო ეს ვნახე, მივხვდი რომ აი იწყება რაღაცა რა და ამიტომ ეს რისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ, უნდა იყოს ერთმანეთის გადარჩენისთვის ბრძოლა. ეს არ არის მარტო ეკონომიკა, მდიდარი ღარიბი, ანუ რა თქმა უნდა ეს განსაზღვრავს, მაგრამ ყველას მიწოდება რა ის რაღაცა
მეტაბოლური, ასე ვთქვათ, ხლეჩა ადამიანს და ბუნებას შორის გაიზრდება და ბოლოს მივიღებთ კრიზისს ისეთსაც, საიდანაც შეიძლება ვერ ამოვიდეთ. ანუ ჩვენ ეხა მსოფლიო ბრძოლაში შევდივართ რა, ეს აღარ არის ადგილობრივი ბრძოლა, ეს არის მსოფლიო ბრძოლა, სადაც ეს ხალხები იცავენ თავიანთ უფლებას გადარჩენისთვის. ამიტომ მე კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ეს გმინვა და დარდი უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მოქმედებაში და რადაც არ უნდა დაგვიჭდეს, რადაც არ უნდა დაგვიჭდეს, ეს ნაგავი აი ეგ რო არის გამეფებული, ეს ავადმყოფი აი ეგ რო ზის იმაში რა შუშის კოლბაში, ეს კონტრისკაცი გაბოროტებული კონტრისკაცი ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს. სადაც უნდა იქ წავიდეს, არ ვიცი მე. წავიდეს იშოვოს ახალი შალე იმაში და დარიქაც არ შეუშვებენ, არ ვიცი სად შეიძლება უფრო დაცული იყოს. ხო და ამიტომ ეს ადამიანები არიან ჩვენი მტრები, აი ეგ რო პოლიცია დგას, ამათი შვილების მტრები არიან, იმიტომ რომ ძალიან მალე ის ყველაფერი, ის კლიმატური პროცესები რო გააქტიურდება, ამათ შვილებზეც გადაივლის. და როგორც ჩემ შვილზე ღელავ, ისე ღელავ ამათ შვილებზეც, რა ვიცი, აი ეგ არის შვილებისთვის იბრძოლეთ, ხა ხო, ლუაყვებით აი ამ ავადმყოფებს, რომლებსაც არ უღირთ არაფრად, თავი აი მუდმივად სიცოცხლე უნდათ. ეს არის ადამიანი, ესენი არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ, ანუ რაღაც ცუდად გაგებული ანტიქრისტე, ნიჩესი გადმოთარგმნეს თავის პიროვნებაში. ესენი არიან ნამდვილი ანტიქრისტეები. მოკლედ, ახო არ ვიცი მე შეიძლება გადავაჭარბე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ეს არის ზუსტად იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ ეხა შევდივართ მსოფლიო ბრძოლაში და ამ მსოფლიო ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი შვილები, აი გაიხსენეთ თქვენი შვილები, რა ვისაც ყავდა, ვისაც არ ყავთ და გეყოლებათ, გაიხსენეთ აგერ სამი ყავს. მოკლედ, აი ეს ბრძოლაა ჩვენი შვილებისთვის რა და რა ვიცი, ჩვენი შვილებისთვის თუ მოგთუნდა გჭირდება სიკვდილი, უნდა მოგვიყვანოთ.